მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში გიამბობთ 5 შემთხვევაზე, როდესაც დაკარგული ადამიანი Google-ის რუკის მეშვეობით იპოვნეს. გადაცების მსხვერპლი. სენდერ კოკერი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. ერთ დღეს როგორც ყოველთვის ის სამსახურში მივიდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ უეცრად ოფისში კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ჯორჯ ჩარლზი გამოჩნდა. მან იარაღის მუქარით სენდერი გაიტაცა. გამტაცებელმა გადაწყვიტა სენდერის მობილურით საკუთარი ყოფილი უფროსის დაშანტაჟება, რომელმაც მას ვალი არ გადაუხადა. საბედნიეროდ სენდერმა მოახერხა ტელეფონის გადამალვა. როდესაც გამტაცებელი გარეთ გავიდა, მან Google-ის რუკაზე ნახა საკუთარი ადგილსამყოფელი. ინფორმაცია შეინახა და ის თავის უფროსს გადაუგზავნა. უფროსმა მიიღო შეტყობინება და პოლიციასთან ერთად დაუყოვნებლივ გაემგზავრა ადგილზე. საბედნიეროდ სენდერი გადარჩა, ხოლო ჩარლზი დააკავეს. მამაკაცი სახლში 23 წლის შემდეგ დაბრუნდა. შემდეგი ისტორია ინდოეთში მოხდა. როდესაც სარაუ 5 წლის იყო, ის შემთხვევით ავიდა ერთ-ერთ მატარებელზე. ასე აღმოჩნდა ის საკუთარი ოჯახისა და სახლისგან ძალიან მოშორებით. გავიდა 23 წელი. მთელი ამ დროის მანძილზე სარუ საკუთარი ოჯახის პოვნას ცდილობდა, მაგრამ მისი ძალისხმევა ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა. მას არათუ მისამართი, არამედ გვარიც კი არ ახსოვდა. ერთადერთი რაც მან იცოდა ის იყო, რომ საკუთარ ქალაქთან ახლოს 2 ხიდი მდებარეობდა. ერთ დღესაც სარუმ გადაწყვიტა Google-ის პროგრამის პლანეტა დედამიწის გამოყენება. მან მალევე იპოვა საკუთარი ქალაქი და ოჯახი. უკაცრიელ კუნძულზე გადარჩენილები. ერთხელ სამმა მეგობარმა ოკეანეში გადაწყვიტა თევზაობა, მაგრამ მალევე მათმა ნომმა ჩაძირვა დაიწყო. საბედნიეროდ მათ ერთ-ერთ კუნძულამდე მიცურვა მოახერხეს. გავიდა რამდენიმე დღე, მაგრამ საშველი არსად ჩანდა. მეგობრებმა ხის ტოტებისა და ფოთლების დახმარებით სანაპიროზე დაწერეს სიტყვა დაგვეხმარეთ. მალევე ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა ეს წარწერა Google-ის რუკაზე იპოვა. მან ინფორმაცია სამაშველო სამსახურს გადაუგზავნა. კუნძულისკენ კი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაემართა. საბედნიეროდ მათი გადარჩენა სწრაფად მოხერხდა. ისინი მალევე დაბრუნდნენ შინ და განაცხადეს, რომ სათევზაოდ აღარასდროს არ წავიდოდნენ. დაკარგული მამაკაცი. 2006 წლის 11 ოქტომბერს 67 წლის მამაკაცი, სახელად დევიდ ლი ნაილზი, ქალაქ ბაირონის ერთ-ერთი ბარიდან დაიკარგა. მას შემდეგ ის არავის უნახავს. ოჯახი ყველანაირად ცდილობდა მამაკაცის პოვნას, მაგრამ 2011 წელს ოჯახმა იმედი დაკარგა და დევიდი გარდაცვლილად მიიჩნიეს. 2017 წლის ნოემბერში კი ტბაში აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დევიდის სხეული იმყოფებოდა. ავტომობილი სრულიად შემთხვევით იქნა ნაპოვნი, როდესაც ინტერნეტ მომხმარებელმა Google-ის რუკაზე ტბაში ჩაძირული ავტომობილი შენიშნა. დაკარგული მოზარდი. 15 წლის მოზარდი სახელად ოსტინი ნაციონალურ პარკში სალაშქროდ გაემართა. თან ამის შესახებ არავის არაფერი არ უთხრა. ის უღრან ტყეში სრულიად მარტო აღმოჩნდა. იმის გამო, რომ სიგნალი არ იყო, მან ტელეფონი გამორთო. ერთი დღის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა. მამინაცვალმა მეორე დღეს უკვე პოლიციას მიმართა. სამძებრო სამუშაოებში რეინჯერების ჯგუფი იყო ჩართული. ბიჭი 11 დღის განმავლობაში ცდილობდა ტყიდან გამოსვლას, თუმცა უშედეგოდ. მე-12 დღეს ოსტინი დაფიქრდა და მიხვდა, რომ სიგნალის არარსებობის მიუხედავად ტელეფონზე GPS-ი მაინც იმუშავებდა. მან Google-ის პროგრამა რუკა ჩართო, ნახა საკუთარი ადგილმდებარეობა და დასახლებისკენ მიმავალ გზას გაუდგა. როგორც კი რეინჯერებმა შენიშნეს, ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გაუწყლოვანებისა და ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით ბიჭმა აღნიშნა, რომ Google-ის რუკის არარსებობის შემთხვევაში ის ვერასდროს გამოვიდოდა ტყიდან. ამით დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს შეფასება. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. დროებით.